2-10. 2-10-ის პირველი. უნდა გავხსნათ ფრჩხილები. როგორ ხსნით ახლა ფრჩხილებს? ფრჩხილის წინ თუ ნიშანი არ გვიწერია, ან პლუს ნიშანი გვიწერია, ხსნით იმავე ნიშნით, რა ნიშნები და წევრები ფრჩხილებში გვიწერია. თუ ფრჩხილის წინ ნიშანი მინუსი გვიწერია, ფრჩხილში არსებულ წევრებს უნდა შევუცვალოთ ნიშანი მოპირდაპირებით. ანუ პლუსი იცვლება მინუსით, მინუსი იცვლება პლუსით. მივყვეთ. პირველ ფრჩხილში ნიშანი პლუსი გვიწერია, ამიტომ 12 პლუს 16-დე უცვლელად გადავიწერეთ. მეორე ფრჩხილის წინ ნიშანი გვიწერია მინუსი, ფრჩხილებში გვეწერა 6c-ს მინუს 7-დე და ნიშანი უნდა შევუცვალოთ, ანუ მინუს 6c-ს პლუს 7-დე გადავიწერეთ. შემდეგ მსგავსი წევრები უნდა დავაჯგუფოთ. 12c და მინუს 6c ერთად დავაჯგუფეთ, c-ს გავიტანთ ფრჩხილებს გარეთ და შევკრიბავთ კოეფიციენტებს. ანუ 12 მინუს 6. 12 მინუს 6 რო შევკრიბავთ არის 6. ანუ 6c. შემდეგი უნდა დავაჯგუფოთ მეორე წევრი, ანუ 16d და 7d ერთად. d-ს რო გავიტანთ ფრჩხილებს გარეთ, მივიღებთ 16 პლუს 7. 16 პლუს 7 არის 23. ანუ 23d. ანუ პასუხი იქნება 6c-ს პლუს 23d. გადავიდეთ მეორეზე. მეორეშიც ფრჩხილი უნდა გავხსნათ. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ფრჩხილის წინ თუ ნიშანი არ გვიწერია, ფრჩხილში არსებულ წევრებს ნიშანი არ უნდა შევუცვალოთ, თუ მინუსი გვიწერია, ფრჩხილში არსებულ წევრებს ნიშანი უნდა შევუცვალოთ მოპირდაპირეთი. 11x კუბს მინუს 2x კვადრატს წინ არაფერი არ უწერიათ, ამიტომ უცვლელად გადავიწერეთ. x კუბს მინუს x კვადრატს წინ მინუსი უწერია, ამიტომ x კუბის მაგივრად ნიშანი შევუცვალეთ მინუს x კუბი დავწერეთ, მინუს x კვადრატის მაგივრად პლუს x კვადრატი დავწერეთ. შემდეგ მსგავსი წევრები ერთად უნდა შევკრიბოთ, 11x კუბი და მინუს x კუბი ერთად უნდა დავაჯგუფეთ, კოეფიციენტები გამოვიდა 11 მინუს 1, 11 მინუს 1 არის 10. ანუ 10x კუბი მივიღეთ. შემდეგ უნდა დავაჯგუფოთ ერთად მინუს 2x კვადრატი და პლუს x კვადრატი. x კვადრატი ფრჩხილებს გარეთ რო გავიტანოთ, კოეფიციენტები მივიღეთ მინუს 2-ს პლუს 1. მინუს 2-ს პლუს 1 არის მინუს 1, მინუს 1-ს კოეფიციენტად დავწერთ და პირდაპირ ვწერთ მინუს. ანუ მივიღეთ 10x კუბს მინუს x კვადრატი. გადავიდეთ მესამეზე. მესამეში ფრჩხილები უნდა გავხსნათ. ფრჩხილების გახსნის წინ ვითვალისწინებთ, რომ ფრჩხილის წინ თუ ნიშანი არ წერია, ან პლუს ნიშანი წერია, ფრჩხილში არსებულ წევრებს ნიშანი არ უნდა შევუცვალოთ. ამიტომ 3a კუბ b-ს მინუს 13b კვადრატი უცვლელად გადავიწერეთ. დავაკვირდეთ მეორე ფრჩხილის წინ ნიშანს, მეორე ფრჩხილის წინ ნიშანი მინუსი გვიწერია, ამიტომ ფრჩხილში არსებულ წევრებს ნიშანი უნდა შევუცვალოთ. 3a კუბ b-ს მაგივრად გადავიწერეთ მინუს 3a კუბ b პლუს 6b კვადრატის მაგივრად გადავიწერეთ მინუს 6b კვადრატი. შემდეგ მსგავსი წევრები ერთად უნდა დავაჯგუფოთ, მინუს 3a კუბ b და უпростоრად 3a კუბ b და მინუს 3a კუბ b ერთად. a კუბ b-ს რო ფრჩხილებს გარეთ გავიტანთ, კოეფიციენტი იქნება 3-ს მინუს 3, 3-ს მინუს 3 0-ია და ეს წევრი გაგვიქრება. გადავიდეთ მეორეზე, ანუ მინუს 13b კვადრატი და მინუს 6b კვადრატი ერთად უნდა დავაჯგუფოთ. b კვადრატს ფრჩხილებს გარეთ გავიტანთ და ფრჩხილებში, ანუ კოეფიციენტებს მივიღებთ მინუს 13-ს მინუს 6. მინუს 13-ს მინუს 6 არის მინუს 19. მივიღეთ მინუს 19b კვადრატი. და დაგვრჩა ბოლო, ანუ მეოთხე. მეოთხეშიც ფრჩხილების გახსნაა. ფრჩხილებს ხსნით როგორ? თუ ფრჩხილის წინ ნიშანი არ გვიწერია, ვინარჩუნებთ ფრჩხილში არსებულ ნიშანს. ანუ პირველ ფრჩხილის წინ ნიშანი არ გვიწერია, 4x კვადრატი y-ს პლუს 8x y კვადრატი უცვლელად გადავიწერეთ, ხოლო მეორე ფრჩხილის წინ ნიშანი მინუსი გვიწერია და 3x კვადრატ y-ის მაგივრად მინუს 3x კვადრატ y გადავიწერეთ, მინუს 5x y კვადრატის მაგივრად პლუს 5x y კვადრატი გადავიწერეთ. დავაჯგუფოთ ახლა ერთად მსგავსი წევრები, 4x კვადრატ y და მინუს 3x კვადრატ y. x კვადრატ y-ს ფრჩხილებს გარეთ რო გადავიტანთ,
ჭრილებში კოეფიციენტები გვხვდება 4-ს - 3, 4-ს - 3 არის 1. 1-ს კოეფიციენტებად არ წერს, ერთიანი უბრალოდ იგულისხმება. ანუ მივიღეთ x კვადრატ y. დავაჯგუფოთ 8x y კვადრატი ერთად და პლუს 5x y კვადრატი ერთად. x y კვადრატს ჭრილებს გარეთ რო გავიტანთ, კოეფიციენტად მივიღებთ 8-ს პლუს 5. 8-ს პლუს 5 არის 13. ანუ 13x y კვადრატი მივიღეთ. საბოლოო პასუხი იქნება x კვადრატ y-ს პლუს 13x y კვადრატი.